Ჩემო ძვირფასებო, ყველას მოგესალმებით. Როგორც იქნა, მოვედი თქვენთან მაკიაჟის ვიდეოთი, ძალიან მომენატრა ეს ფორმატი. იმედია რომ თქვენც მოგენატრათ და დღეს აუცილებლად დავტესტავ თქვენთან ერთად ჩემს ახალ პროდუქტებს, მაკიაჟს გავიკეთებ ახალი კოსმეტიკით, რომელიც ნაწილობრივ ზოგი მე ვიყიდე, ზოგი მაჩუქეს და მოკლედ თქვენთან ერთად გავიკეთოთ მაკიაჟი. ვინაიდან და რადგანაც დღის მაკიაჟი უკვე გაკეთებული მაქვს, არადა დასატესტი მაქვს აი ეს კონსილერი, ამიტომ ეხლა მოვიშორებ აი აქ კონსილერს და ფანქარსაც მოვიშორებ, იმიტომ რომ ფანქარიც დასატესტი მაქვს და მერე გავაგრძელოთ დატესტვა. პრინციპში აი ეს მიცელარულიც თქვენთან ერთად შემიძლია დავტესტო. რამოდენიმეჯერ უკვე მოვიშორე და რა ვიცი, ნორმალური არის. ატმისუნი აქვს და ძალიან მომწონს. და მშვენივრათაც აშორებს ყველაფერს. თუმცა მე ხა ბოლო დროს ძალიან მკვეთრ მაკიაჟებს არ ვხმარო. ამიტომ ადვილად აშორებს და აი ძალიან მკვეთრი მაკიაჟის მოშორება რამდენად შეუძლია, მაგას ვერ გეტყვით. ეხლა როგორც ხედავთ, უბრალოდ ყოველდღიურ მაკიაჟს ვიშორებ. აი ასე და ტუჩებით ნალოყებს დავიტოვებ, იმიტომ რომ ბლაში და კორექტორი არაფერი არ მაქვს დასატესტი, ამიტომ დილით რაც წავში იყოს დარჩეს. უბრალოდ ეხლა გაჩვენებთ დანარჩენ რაღაცებს და თან ჩქარჩქარა ვაკეთებ, იმიტომ რომ გასასვლელები ვართ მედალაშა და არ მინდა რომ დიდი ხანი ვალოდინო, ამიტომ ტემპში მეგობრებო, ტემპში. აი ესე უცებ გამოვაჩინე ჩემი ნაკლოვანებები, რომელიც სასწრაფოდ უნდა დავფარო. მაგრამ ეხლა რადგანაც გავდივარ, ამიტომ მინდა რომ ყველა ვარიანტში გაამართლოს ამ კონსილერმა და ამიტომ ხრიქს ვიხმარ ისევ ჩემსას ყველა მიცით წავისვამ ჯერ სტაფილოსფერ კონსილერს და მერე წავისვამ უკვე ამას, იმიტომ რომ ვატყობ რომ უკვე ძალიან ღია იქნება ეს ჩემთვის, ამიტომ არ გავრისკავ. მაგრამ მთავარი აქ ის არის რომ როგორ გადანაწილდება, ჩაჯდება თუ არა ნაოჭებში და ასე შემდეგ. ეს სტაფილოსფერი კორექტორი თუ ვინმე კიდე არ იცით, არის must have ჩემი. მოკლედ ტესტავ აი ამ კონსილერს, რომელიც არ ვიცი, საერთოდ სადაურია, ვიყიდე ამერიკულ საწყობში და არ ვიცი რა კონსილერია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ჩემი კონსილერის წასმის ტექნიკაც ესეთია. ყოველდღიურად რა თქმა უნდა ამდენს არ ვისო, მაგრამ ეხლა რადგანაც ვტესტავ, თავს უფლებას მისევ. ასევე ვტესტავ აი ამ beauty blender-ს, რომელიც ასევე მანდ ვიყიდე და ეხლა დავასველე და გადიდდა და ვნახოთ აბა. Last Christmas. შენს კონსილერი. გრიმი გაგიკეთო? მასკირო. ეს სველი როცა არის, ესე მგონია რომ ამ პროდუქტს ძალიან ბევრს ჭამს და არაფერს არ მიტოვებს სახეზე და რაღაცა გამჭვირვალედ მაჩნია. თქვენ არ გრჩებათ ესეთი თავეჭრილება? მოდი ეხლა მაშინ ხან ეგრეა თითითაც გადავინაწილებ. თითი უფრო ეკონომიური.
ისეს beauty blender-ი ძალიან რბილი არის და ძალიან კარგია მართლა. მე მშრალ beauty blender-ებს უფრო კარგად ვამუღამებ, რატომღაც. ეს ველი ცოტა თითქოს კარგად არ მიფარავს. და მე ერთი მშრალიც უნდა ვცადო. ეხლა უბრალოდ როგორც წესი და რიგი იყო, ისე გავაკეთე. ასე წარბებზეც ცოტა მესვა ჭრდილები. ამ ჭრდილებსაც ეხლა მოვიშორებ. რომ კარგად დაინახოთ ახალი წარბის ფანქრის ეფექტი. ეხლა ცოტა კორექციას დავემატებ აი აქ კორექტორს. აი ამას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამიჭრელდა სავით სახე. აი ესე. და რა ვიცი, აბა თქვენ რა სიტყვით, როგორ მოგწონთ? მე არ ვარ აღფრთოვანებული, მე მიყვარს, როდესაც კარგად ფარავს კონსილერები და თავის საქმეს აკეთებს, ეს არის ძალიან ისეთი მკრთალი, გამჭვირვალე და რა ვიცი, ანუ კარგი იქნება ალბათ რაღაც ძალიან წვრილი გამონაყრის დასაფარად შეიძლება ივარგოს, მაგრამ მოდით აქვე დავტესტოთ ახლა ესეთი მესაუდას 104 ნომერი ტუჩის კორექტორი. საკმაოდ პიგმენტურია, რბილია, კარგად ისეა. ფერი ცოტა ტუჩის ფერზე ცოტა უფრო მკვეთრია, მე ვიტყოდი, ცოტა უფრო ვარდისფერში გადადის. რაღაც ისეთი მოწითალო ვარდისფერში. მე უფრო ისეთი ფერები მიყვარს, აი როგორიც Golden Rose-ის 223 არის, რომელიც ვერზად ვერ ვნახე სხვაგან ანალოგი. აი რაღაცა ცივი ფერი არის რა, ცივი ქლიავის ფერს ვეძახი მე. ოღონდ ღია ქლიავის ფერს. თუ მონაცრის პრო, აი რა ვიცი, ვერ გავიგე მაგ კონტურის ფერი და ეს უფრო ისეთი არის. მაგრამ ცუდი არ არის, ეს მაგონებს სხვათა შორის Golden Rose-ის 208 ნომერს თუ არ ვცდები და ანგავს. ერთი უნდა შევატარო. არა, ისე კარგი არის, ხო? მე მგონი. დამეთანხმებით. ისე ძალიან რბილი არის, უბრალოდ აი ფერი, რა ვიცი, აი ფერი თუ მოგწონთ, თვითონ კარგად ისმევა. მაგრამ რამდენად ძლებს, ეგ უკვე არ ვიცი, ეგ უნდა დავაკვირდეთ მთელი დღის განმავლობაში. შემდეგ აი ესეთი წარბის ფანქარი. არ ვიცი ესეც რა ბრენდია, მეგობრებო. ეხლა დავტესტავ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ესეც არ მომიხდება, იმიტომ რომ ძალიან მუქი არის. ესეთი მუქი წარბები არ მიყვარს ზოგადად. ანუ რაღაცა წითელშიც გადადის. Oh no. Oh no. Oh no 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 no. არა. ნუ, რავი. ბოლო დროს მე მივეჩვიე ღია ფერის წარბის ჭრდილებს. წარბებს ძალიან არ ვიმუქებ, მაგრამ არა, ეს ჩემი ფერი არ არის ხალხო. ისე ხელზე აი ესეთი ფერია. მაგრამ არა. ეს უნდა მოვიშორო. ეს არ არის ჩემი ფერი. Sorry.
დავაბრუნე ჩემი ჩვეული წარბები. ესეც არ არის ის ფერი, რომელიც იდეალურად უხდება ალბათ ჩემ წარბებს, მაგრამ შედარებით კარგი ფერია და შედარებით შემიძლია ამის ხმარება, იმიტომ რომ ის სახილად არ მომეწონა. არ მიყვარს წითელში რომ გადადის ხოლმე ყავისფერი, არც აქ და არც წარბებზე, იმიტომ რომ ანუ არ მაქვს წითელი თვები და არ მიხდება ჩემი აზრით. ეხლა უცებ გაჩვენებთ შემდეგ პროდუქტებს, იმიტომ რომ უკვე ძალიან მეჩქარება. აი ესეთი კიკოს გლოსი, ამჯერად აი ამ ფერს დავტესტავ. მე მგონი რომ ძალიან ლამაზი იქნება. ესეთი კიკოს გლოსი. მე მგონი კარგია. კიკოს გლოსები ძალიან მომწონს. აი ეს მაინტერესებს ძალიან, თქვენთან ერთად უნდა გავხსნა აუცილებლად თვალებზე წასასმელი რაღაც სტიკი. ესეთი Maybelline-ის და მოდით ერთად ვნახოთ. ეს ყოფილა ესეთი თეთრი. ამაზე კარგად წაისმევა, მე რაღაც კონსილერსაც გაქვს, მაგრამ როგორც აწერია, ჭრტილი არის. აი ესეთი თეთრი. ანუ რაღაცა კრემოვანი ჭრტილის მაგვარი. კარგად ვერ გავიგებ, შეიძლება მეშლება თუ ვინმე მიწით დაწერეთ, მაგრამ მე მგონი სწორად გავიგე. ეხლა ამან ისე დამისვარა წამწამები თეთრად, რომ მომიწევს ტუში წავისვარა და ტუშის ტოსმა დიდად კი აღარ მიყვარს. მეზარება ხოლმე, მაგრამ დღეს მომიწევს. აი ესე გამომითეთრა ქუთუთა და როგორც ხვდები ძალიან სწრაფად შრება და ალბათ ესეც დარჩება. ისე კაია, ძალიან მომწონს. ესე თუ დარჩა და არა იბლანდა და არ ჩაჯდა. ეხლა მაშინ აქვე დავტესტოთ აი ეს ყავისფერი ლაინერი. აბა ვნახოთ როგორია. ვაუ, ძალიან კარგად ისმევა. არ ვიცი რამდენად სწორად წავისვი, ხა ძალიან ვჩქარობ, მაგრამ ეს ლაინერი ძალიან მომეწონა, ძალიან კარგად ისმევა, ფერიც გადასარევი არის, ფიქრობ, ხშირად ხმარობ ესეთ ფერებს და ფიქრობ შავზე უფრო მეტად მომწონს, იმიტომ რომ ისეთი მკვეთრი არ არის, როგორც შავი და ძალიან უხდება ჩემს სახის ტონს. აქვე დავტესტავ აი ესეთ Oriflame-ის ტუშს, რომელიც აი ესეთი არის. ნახოთ. ეს ტუში, როგორც ხედავ, აცალკევებს, ფუნჯსაც ეწყობა, არ ახშირებს მე მგონი. თითქოს დამიგრძელა და დამიცალკევა წამწამები. მოკლედ, აი ესეთი ტუში მეგობრებო. არ ვიცი დაწერეთ როგორ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი კოსმეტიკა, მაკიაჟი, მოგეწონათ თუ არა, როგორ გამოიყურება, მიხდება თუ არა. რამდენიმე ტუჩსაცხი დამრჩა დასატესტი, მაგრამ ამას ალბათ შემდეგ ვიდეოში დავტესტავ, როდესაც გავიკეთებ მაკიაჟს. ნახოთ როგორი გამოხმაურება ექნება ამ ვიდეოს და მაგის მიხედვით. დღევანდელი პროდუქტები, აი ესეთი 7 პროდუქტი. წარბის ფანქარი არ მომიხდა, როგორც ნახეთ, რაღაც მოწითალო ფერში გადავიდა და მე არ მომიხდა. თავი ფერი ვისაც უხდება, ისე მშვენივრად ისმევა წარბზე. კიკოს გლოსი ჩემი აზრით ძალიან ლამაზად ბზინავს და ზოგადად მომწონს კიკოს გლოსები. ეს მესაუდოს ტუჩსაცხიც მომეწონა პრინციპში, მაგრამ თხად ჩემი ფერი არ არის. მე უფრო მუქი ფერები მომწონს. ტუშიც
პრინციპში დამიგრძელა წამწამები, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა ლაინერი. ეს კონსილერი ისე რა, დიდად არა, ამას აღარ ვიყიდი. და ესეც მე მგონი მომეწონა. ვნახოთ დღის განმავლობაში როგორ მოიქცევა. ჩემო ძვირფასება, ესეთი იყო ჩემი ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად.